მოგესალმებით, ეს არის Restart podcast-ი, მე მისი წამყვანი ნინო გიორგაძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია პედიატრი ინგა მამუჩიშვილი. ყველასთვის საყვარელი დარწმუნებული ვარ, ვისაც ერთხელ მაინც თუნდაც სოციალში ჰქონია მასთან შეხება და მის პოსტებთან. ჩვენი პოდკასტის მიზანია, რომ ამ ინფორმაციულ ზღვაში, სადაც თანამედროვე მშობელი ცდილობს გადარჩეს და ძალიან რთული გასარკვევია, რა არის სიმართლე, რა თავსმოხვეული, რა მითი და ფაქტობრივად შეუძლებელია ყუან მართლის გარჩევა თუ ძალიან ღრმად არ ჩაეძიე წყაროებს, თუ არ გაგიმართლა ექიმში და ასე შემდეგ. ვცდილობთ რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის გადამოწმებული, დასაბუთებული, მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტების მიერ გაჟღერებული და ეს არის უდიდესი კომფორტი მშობლისთვის და ჩვენ გვინდა რომ შევძლოთ, თუნდაც მინიმალური წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ მშობელს ჰქონდეს ინფორმაცია, რომელსაც დაეყრდნობა და ეჭვების გარეშე შეძლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაიმარტივოს მისი ისედაც რთული მისია. ინგა ექიმო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ყველაზე მეტად ალბათ რაც მინდა რომ გავაჟღერო დღეს არის ის, რომ არ აქვს ყველა მშობელს იმის ფუფუნება, რომ მოხვდეს თქვენნაირი სპეციალისტთან. და ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ყველაზე ისეთი სენსიტიური პერიოდი ახალშობილობის განხილვა. დღეს, როდესაც ბავშვიც დიდად ვერ გვეხმარება, ვერ გვანიშნებს ჯერ, თუმცა აქვთ თავისი საკომუნიკაციო ენა და მინდა რომ ვისაუბროთ ახალშობილობაზე. როგორც დროულ, ისე დღენაკლ, მაგრამ დღენაკლებზე ალბათ ცოტა მოგვიანებით გადავალთ, მაგრამ ზოგადად რა არის, რას ვეძახით ახალშობილობის პერიოდს, რა სირთულეები ახლავს და რატომ არის ეს მშობლისთვის განსაკუთრებით მით უმეტეს თუ პირველი შვილია ძალიან სტრესული. და აქვე ვიკითხავ, ვისაც არ აქვს იმის ფუფუნება, განსაკუთრებით ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ რეგიონებში არ არის ამის ფუფუნება, რომ მუდმივად მონიტორინგი იყოს, სულ კონდეთ ექიმთან მჭიდრო კონტაქტი. რა არის ის, რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, როდესაც ბავშვი დაიბადა და კლინიკიდან მოვიდა სახლში. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ ახალშობილობის პერიოდი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული პერიოდი, როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის. ახალშობილობის პერიოდი ეს არის ძირითადად 38-დან 42 კვირამდე დაბადებული ბავშვი და ძირითადად გრძელდება 28 დღემდე, 28 დღის ჩათვლით. ახალშობილობის პერიოდი, მე მაგალითად პატარა ადამიანებს ვეძახი ახალშობილებს, როდესაც ჩემთან ვიზიტზე მოდიან და მართლაც ეს პატარა ადამიანები ქმნიან ერთ დიდ სამყაროს, რომელ სამყაროშიც აღმოჩნდებით უცებ მოულოდნელად, ყველანი ერთად, ყველა ოჯახის წევრი და დედა განსაკუთრებით ხვდება რაღაც ლაბირინთებში, სადაც მისთვის ძალიან ბევრი რამ გაურკვეველია, სადაც ეგრეთ წოდებული გათვითცნობიერებული ადამიანი ხვდება უამრავი სხვადასხვა რჩევას აძლევს და აი აქ წარმოიქმნება ხოლმე უამრავი მითი, იზიარებს დედა უამრავ მითს და უხდება ამ მითებთან ბრძოლა. ახალშობილი ბავშვი სახლში შემობრძანება ძალიან მალე ხდება. დღეს სამშობიარო სახლებიდან ბავშვის გამოწერა მოგეხსენებათ რაღაც 3 დღის ასაკში უკვე ბავშვი იმყოფება სახლში. და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს მშობლისთვის ხდება ის, რომ ბავშვს ნორმალურად აჭამოს, კვებოს ბავშვი. ვაიმე მშიერი ხომ არ არის პირველი შიში, რაც მშობელს უჩნდება. და აი აქ ხდება ხოლმე რაღაც სხვადასხვა ინფორმაციების მიწოდება მშობელზე და ეუბნებიან მას, რომ აი ბავშვი როდესაც ტირის მას აუცილებლად შია, ეს იცოდე, შენ აუცილებლად უნდა დაიტვირთო, მიიღო დიდი რაოდენობით სითხე, საკვები, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, არ ჭამო ეს, არ ჭამო ის. ამ დროს მშობლისთვის ყველაფრის ჭამა შეიძლება, მირთმევა შეიძლება, დედები არ უნდა იმყოფებოდნენ დიეტაზე, მათ არ უნდა გაირთულონ და არ უნდა შეიქმნან თავისთვის რთული ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში პრიორიტეტად ითვლება ბავშვი, დედაც პრიორიტეტია, იმიტომ რომ დედა კვებავს ბავშვს, ხო? რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ექსკლუზიურად ბუნებრივი კვების შენარჩუნება და ეს კვება როგორღაც 6 თვემდე უნდა შევინარჩუნოთ, თუ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დედას აქვს ამის შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში არსებობს ძალიან ბევრი გზა, რომლითაც შეიძლება ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. გახდის დედა ბავშვს გააშიშვლებს და ხედავს, რომ აქვს ჭიპლარი, რომელიც ჯერ არ არის მოვარდნილი, ვაიმე რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში. ამ ჭიპლარს დამუშავება არ უნდა. როდესაც მოვარდება ჭიპლარის რგოლი, აი შემდგომ უნდა მოხდეს ჭიპლარის დამუშავება და ჭიპლარის დამუშავებას უკვე სამშობიარო სახლში ამ მითითებით გამოუშვებენ მშობელს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვის დაბანა
პირველივე საათებში. ბავშვის დაბანა ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში ხდება, მაგრამ როდესაც სახლში ბრუნდებიან, მოდიან, უკვე სახლის პირობებში უნდა მოხდეს ეს, ხო? ამ შემთხვევაში დედას ძალიან ბევრ სხვადასხვა აზრს ახვევენ თავს, რომ აუცილებლად ტემპერატურა უნდა იყოს მაგალითად 27 გრადუსი. არა. ტემპერატურა იქ, სადაც ბავშვი იბანს, უნდა იყოს 24-25 გრადუსი. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსი, რომელიც გრილად ეშვენება ზოგიერთს და ამაზე დიდი უთანხმოება ხდება ხოლმე სახლში, რომ აი გრილია წყალი და გრილ წყალში დაბანე ბავშვი. ამას შეიძლება მოყვეს მერე შემდგომი შიში, რომ აი რა ვქნათ დაბანის შემდეგ. ან დაბანამდე ჭიპლარი დავუფაროთ ბავშვს თუ არა. ის ხომ ჯერ ღია, არავითარ შემთხვევაში ჭიპლარის დაფარვა არ შეიძლება. ბანთ ჩვეულებრივად ბავშვს ჩვეულებრივ წყალში, არა სტერილულში, არა ადუღებულ და გაციებულში, ჩვეულებრივ წყალში და დაბანის შემდეგ ხდება ჭიპლარის დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით. ბავშვი უნდა იყოს აუცილებლად სტერილური. აი ამ მითს გავიგებთ ძალიან ხშირად. ბავშვი უნდა ავარიდოთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ხალხმრავლობას პირველ დღეებში, იმიტომ რომ მას იმუნიტეტი აქვს სუსტი და პირველ თვეში ახალშობილობის პერიოდში ჩვენ რა თქმა უნდა შედარებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ბავშვი სტერილურ გარემოში ყოფნა ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად სტერილურად ვამყოფებთ ბავშვს, მით უფრო ნაკლებად შეძლებს მისი იმუნური სისტემა ჩამოყალიბებას. კიდევ მრავალი მითი არსებობს და მინდა ამ მითების შესახებ გითხრათ ჯერჯერობით აქ მოვუყარო თავი და მე უკვე გადავიდეთ სხვა თემაზე. არ შეიძლება ბავშვის თავისუფლად ყოფნა და ბავშვი უნდა გავკოჭოთ აუცილებლად. ამას ძალიან ხშირად გაიგონებთ. დღესაც არის ხოლმე, როდესაც ხელები აშინებს ბავშვს, იქნევს ხელებს და ფეხებს, ეს მას აღვიძებს, ამიტომ ბავშვი უნდა გაიკოჭოს და კიდევ ერთი ამასთან დაკავშირებული მითი, რომ თუ გინდა რომ ბავშვს ფეხები ჰქონდეს სწორი ლარივით, ამიტომ აუცილებლად უნდა სწორად ჰქონდეს ფეხები. ამ დროს პირიქით, რაც შეიძლება, რატომ შეიქმნა პამპერსი ზოგადად? პამპერსი შეიქმნა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი იყოს მშრალად, ხო? იმიტომ რომ სახსრე თავმა სასახსრე ფოსოში თავისუფლად იმოძრაოს და რაც უფრო განივადა აქვს ბავშვს ფეხები, განივადა აქვს დგომა ფეხების, მით უფრო უკეთესია და არავითარ შემთხვევაში გაკოჭოთ. ან ეს მოძრაობები, ეს არის ეგრეთ წოდებული ათეტოზური მოძრაობები. ბავშვს ნეირონებში იმპულსების გადაცემა არ ხდება უწყვეტი ნაკადით, აქ რაღაც წყვეტილობას აქვს ადგილი და ამიტომაც მოძრაობს ბავშვი იქნებს ხელებს, ფეხებს. ეს არის ფიზიოლოგიური და ასე უნდა იყოს ბავშვი აუცილებლად. ამის გარდა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი დაუშვათ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის გარეთ გაყვანა, ამას ძალიან ხშირად გაიგონებთ 40 დღემდე. 40 დღემდე არ შეიძლება ბავშვი გაიყვანო გარეთ. ბავშვი აუცილებლად უნდა გაიყვანო გარეთ, თუ ჰაერის ტემპერატურა გიწყობს ხელს და თუ მაგალითად ჰაერის ტემპერატურა გარეთ -5 გრადუსზე დაბალი არ არის, თუ ქარი არ არის, წვიმა არ არის, ბავშვი აუცილებლად დროის თანდათანობითი მატებით უნდა გაიყვანო გარეთ. არ შეიძლება ფრჩხილების მოჭრა 40 დღემდე. ესეც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მითია. ბავშვები ამ დროს მოგეხსენებათ ამ ათეტოზური მოძრაობის გამო კანზე იხვედრებენ ხელს და ხშირად საკუთარი კანის დაზიანება ხდება ხოლმე გაფხაჭვნა. ამ მითსაც ძალიან ხშირად გაიგონებთ. ძალიან ხშირია, როდესაც მაგალითად მშობლებს უკრძალავენ ბავშვის ხშირად და დიდი ხნით ხელში დაკავებას. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხელში ჭერის დროს ბავშვი ასე ვთქვათ ბრჭყალებში ირყვრება და მერე სულ მოითხოვს ხელში ჭერას. არადა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილობის პერიოდში კანის კანთან ურთიერთობის მეთოდი, ის შიშველ კანზე დედამ ან მამამ უნდა მიიწვინოს ბავშვი და რაც შეიძლება დიდხანს უნდა ყავდეთ ასეთ მდგომარეობაში. ჯერ ერთი ის მიკროფლორა, რომელიც მშობელს აქვს, გადადის ბავშვზე და მეორეც ერთი ეს არის სიყვარულის უწყვეტი ჯაჭვი. ბავშვს ხომ ყველაზე მეტად ენატრება ის პერიოდი, რომელი პერიოდიც გამოიარა, მუცლად ყოფნის პერიოდი. და როდესაც ბავშვი იბადება და როდესაც ხდება ჭიპლარის გადაკვანძვა, ბავშვი ეძებს გზას, რა გზით შეიძლება კვლავ მიებას იმ არსებას, რომელთანაც იყო ამ ხნის განმავლობაში და რომლის სუნი იცის, რომლის გულისცემა ესმის და ეს არის დედა, რა თქმა უნდა და აი ეძებს ამ გზას და ეს არის ძუძუთი კვება. ამიტომ ვამბობთ, რომ ძუძუთი კვება, გარდა იმისა, რომ მას აქვს უზარმაზარი კვებითი ღირებულება, ეს არის ბავშვისთვის ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური სიყვარულის ჯაჭვი, რომელიც მას სიმშვიდეს ანიჭებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვართ ძირითადად პედიატრები ვუჭერთ მხარს და გვინდა რომ ეს ბუნებრივი კვება იყოს თავისუფალი წესით განხორციელებული, ეგრეთ წოდებული free feeding-ი, თავისუფალი კვება და ბავშვი დედასთან ამ დროს
პარალელურად ახლოა, თან ხდება კვება და ხსენი სწორედ რაც შეიძლება მეტი რძე ამ შემთხვევაში გამომუშავდება, რაც უფრო ხშირად წოვს ბავშვი ძუძუს. მით უფრო მეტი რძის გამომუშავება ხდება. და არა ჩაის, რა თქმა უნდა და არა წყალს. აუცილებელია წყალი, აუცილებელია ჩაის მიცემა და ჩაითან ეს არ ვიცი რა ჩაი ბავშვთა კვების ჩაი კი არა, ჩვეულებრივი ჩაი დამტკბარი. ამას ძალიან ხშირად შენიშვნებს აძლევენ ხოლმე დედას, რომ ასე უნდა მიიღო შენს და ბავშვსაც შეგიძლია დაალევინო ჩაი. მე არის ხოლმე პრეტენზია ამასთან დაკავშირებით, რატო არის ბავშვი უძილო, რატო არ ძინავს. ბავშვი თავიდანვე უკვე კოფეინის მიღებას სწავლობს და ეჩვევა. და მე ხშირად მინახავს ისიც, როდესაც მოსაღამოვდება ბავშვი აღარ გაყავთ გარეთ, წლამდე ასაკის ბავშვი, ან შეიძლება თქვან, რომ მოუნათლავი ბავშვის გაყვანა გარეთ ღამის საათებში არ შეიძლება და ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებ, ერთხელ ჩვეულებრივად მოიყვანეს ბავშვი, გადახსნეს რაღაც პლეჩი ყავდა ჩეხოვული, რომელზეც აი ახლა ესეც მინდა ვთქვა, რომ ბავშვის გადახურება და დიდი რაოდენობით ჩაცმა სხვადასხვა ფენების არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ბავშვს ჰქონდა ჩადებული დანა ჩვეულებრივი თურმე ეს დანა ეშმაკის გასალახრად არის საჭირო, ამიტომ უნდა მოუნათლავ ბავშვს, მოუნათლავი ბავშვი ასე უნდა გაიყვანო გარეთ. დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, დიდი რაოდენობით სხვადასხვა ფენების ჩაცმა. ბავშვს უნდა ეცვას ერთი ფენით მეტი, ვიდრე მოზრდილ საცვია. ბავშვის დაბანის შემდეგ ქუდის თავზე დაფარება აუცილებელი არ არის, თუმცა მერყევი ტემპერატურის პერიოდში, გააჩნია როგორი ტემპერატურა აქვთ სახლში, შეიძლება თხელი ქუდის დაფარება მხოლოდ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ ამ ქუდის მოხდა. ბავშვს ცივა, როდესაც ბავშვს აქვს გაყინული, ანუ ცივი, ცხვირი და ხელები, ესეც მითია, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. ბავშვს ცივა მაშინ, როდესაც მუცლის არეში ან ზურგის არეში აქვს ესეთი გრილი ტემპერატურა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭიროა ბავშვს ჩავაცვათ, თუმცა აი ღამე მაგალითად დავაფაროთ პლედი იმ შემთხვევაში, როდესაც ოთახში დაცულია ტემპერატურა 20-დან 22 გრადუსამდე. ეს ტემპერატურა უნდა იყოს დაცული და არავითარ შემთხვევაში ბავშვი უფრო მაღალ ტემპერატურას არ უნდა მივაჩვიოთ. არ შეიძლება ფანჯრის შეღება. აი ეს ძალიან ხშირად გამიგია და ხშირ შემთხვევაში ჩახუთულ გარემოში სიცხეში ამყოფებენ ბავშვს და მე გვიკვირს რატომ არ ძინავს დაუშვათ ბავშვს ღამის განმავლობაში, რატო ხდება უამრავჯერ შეღვიძება, ტირილი ბავშვის ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ ბავშვს ცხელა და უჰაერობაა, ჟანგბადის ნაკლოვანებას განიცდის ბავშვი. ესეც ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ასეთ შემთხვევაში იყოს. სხვათა შორის აი ეს რამდენადაც გადაციების დროს აქტიურდება ვირუსები, გადახურების დროსაც, რა თქმა უნდა. იმიტომ მე ხშირად ამბობენ, სხვათა შორის გამიგია, რომ აი როგორც კი გავხადე, აი ჩაფუთნული რო არ მყავდეს ეგრევე ცხვირიდან გამონადენი აქვს. ისედაც ჩაფუთნული მყავს, მაგრამ ცხვირიდან სუსისველი აქვს და ამას არც განიხილავენ, რომ შეიძლება ვირუსი. გამომშრალი ჰაერი ეს პირველ რიგში იწვევს ცხვირის სუნთქვის გაძნელებას ბავშვებში და ძალიან ხშირია, როდესაც მშობელს ჩვენ ვასწავლით, როგორ უნდა დაატენიანოს ჰაერი, რამდენი ხნის განმავლობაში გადმოაღოს დაუშვათ ფანჯარა, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იყოს ბავშვი ასეთ გარემოში, რომ ცხვირის სუნთქვის აღდგენა ხდება. ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი მთელი ახალშობილობის პერიოდის განმავლობაში ვებრძვით ამ ცხვირის სუნთქვის გაძნელებას და მიზეზი თურმე ეს აღმოჩნდება, რომ არის გამომშრალი ჰაერი, ცხელი ჰაერი ოთახში, რის გამოც ბავშვი ცუდად სუნთქავს. ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით აი არ ძლია არ ვიკითხო და მინდა რომ ესეც გაიგოს ჩვენო მსმენელმა და მაყურებელმა, რომ ძუძუთი კვება რეალურად რძე არ მაქვს, ან რძე მაქვს, ესეთი შემთხვევები, ხო? იმიტომ რომ ძალიან ცოტაა იმის შანსი რეალურად, ფიზიოლოგიურად, რომ ქალს არ ჰქონდეს რძე და რეალურად მოდის არა რაღაცა კვებით, შესქელებულრძიანი ჩაით და ასე შემდეგ, არამედ თვითონ წოვის პროცესით, რომ ტვინი ხდება. აი რა ხდება ამ დროს, რა ფენომენია ეს შენ ცუდი რძე გაქვს, შენ კარგი რძე გაქვს, უფეს წყალწყალა არაფრად არ ვარ გაარაჭამო, მსმენია ესეც რა ფერი აქვს, ეს არაჭამო და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედის სრულფასოვან კვებას, დედამ უნდა იცოდეს უბრალოდ, რომ უნდა იკვებოს დღის განმავლობაში და მშიერი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამის ფონიც არის, რომ დაუშვათ დედა მშობიარობის შემდგომ ჯდება დიეტაზე და არღებულობს საკვებს სრულფასოვნად. თუმცა აუცილებელია დედამ მიიღოს დღის განმავლობაში ყველაფერი
მიიღოს, ბურღული მიიღოს, რძის ნაწარმი მიიღოს, ხორცი, რაც რკინის წყაროს წარმოადგენს ბავშვისთვის, ხო, და აუცილებელია ახალშობილისთვის, ხილი, ბოსტნეული და ასე შემდეგ. აკრძალვები დედას არ აქვს. თუ ახლა ბავშვს რაიმეზე გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. თუმცა ბოლომდე შეჩერება იმ პროდუქტის მიღების არ არის სწორი, იმიტომ რომ ბავშვს ჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდი უნდა გამოუმუშაოთ. მცირე რაოდენობით ეს ალერგენი მაინც უნდა მიიღოს ბავშვმა. ძალიან მცირე რაოდენობით. ამიტომ შესაძლოა ეს მივცეთ შედარებით იშვიათად მიიღოს დედამ შედარებით იშვიათად, მაგალითად თუ იღებდა ყოველდღე, მიიღოს კვირაში ერთჯერ, ან მიიღოს ორ კვირაში ერთჯერ, ხო? ცუდი რძე, ასეთი ცნება არ არსებობს პრაქტიკულად. ყველა რძე, დედის რძე, ეს არის საუკეთესო საკვები, როგორც თავისი კვებით ღირებულებით, ასევე ფსიქოლოგიური დატვირთვით, რომელიც მას ბავშვისთვის აქვს და საერთოდ ვაფასებთ ამ ყველაფერს ჩვენ ექიმები, როდესაც ბავშვს ავწონით, გავზომავთ და მისი ფიზიკური მაჩვენებელი გეუბნება შენ რამდენად კარგად აქვს დედას რძე. თუ ბავშვს დედას არასაკმარისი რძე აქვს, თუ ბავშვი ტირის განუწყვეტლი, ხო? ჩვენ ვაფასებთ უკვე წონის მიხედვით, გამოყოფილი შარდის მიხედვით, გამოყოფილი ფეკალიების მიხედვით და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი ძირითადი მაჩვენებელი კრიტერიუმი, როგორ მატულობს ბავშვი წონაში და როგორ უნდა მოიმატოს ბავშვმა წონაში. ადრე იყო ხოლმე რომ აი მაგალითად პირველ თვეში უნდა მოიმატოს 600 გრამი, მეორე თვეში უნდა მოიმატოს 800, მესამე თვეში 800 და შემდეგ ყველა თითოეულ თვეზე 50 გრამი აკლდება. დღეს უკვე არსებობს პერცენტილური ცხრილები, სპეციალური პერცენტილური ცხრილები, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. არსებობს პერცენტილები 0-დან 25-მდე, 25-დან 75-მდე და 75-დან ზემოთ. ანუ ბავშვი ზის მედიუმში არის დაბალი განვითარების თუ მაღალი განვითარების. ყველაფერი ეს არის ნორმა. ოღონდ არის განვითარების მიხედვით უკვე. და არა ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ჭირვეულობდეს. შეიძლება უბრალოდ ჭირვეულობდეს ბავშვის ტირილის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს და ამ კითხვაზე რატომ ტირის ბავშვი პირველ რიგში ყოველთვის ჩვენ ექიმები ვამბობთ რომ ეს შეიძლება იყოს კოლიკა. მოგეხსენებათ რომ 3 კვირის ასაკიდან განსაკუთრებით და სამთვიანთა კოლიკას ვეძახით ამას, იმიტომ რომ 3 კვირის ასაკიდან დღეში 3 საათი 3 თვემდე ასაკამდე ბავშვს აქვს გამოხატული კოლიკა. კოლიკა ეს არ არის უბრალოდ გაზების გამოყოფა. კოლიკა ეს არის იმ გაზების გასკდომა, რაც ნაწლავში ხდება და თავისთავად ცხადია ნაწლავის კედელი ღიზიანდება და ეს ძალიან მტკივნეული პროცესია ბავშვისთვის. ამიტომ ბავშვი ტირის და ტირის ზოგჯერ მოულოდნელად აინტერესებთ ხოლმე რანაირია კოლიკის ტირილი, რომ ზუსტად განსაზღვრო. სრული სიჩუმის და სიწყნარის ფონზე მოულოდნელად აღმოცენებული ტირილი, რომელსაც არ ამშვიდებს აბსოლუტურად არაფერი. ეს არის კოლიკა. ბავშვი ტირის, წითლდება სახეზე, ხელებს და ფეხებს იჭერს მუცელთან, იქნევს ხელებს და ფეხებს მტკივნეულად. ეს არის კოლიკა და იცით რა, მინდა მშობლებს ვუთხრა რომ რამდენიც გინდა ვიბრძოლოთ. შეიძლება ჩვენ მცირედით შევამსუბუქოთ ეს კოლიკა. არ არსებობს კოლიკის წაწინააღმდეგო ასეთი ეფექტური საშუალებები, იმიტომ რომ ეს პროცესიც ითვლება, თითქოს და გეუბნით ფიზიოლოგიური პროცესია. უნდა მოხდეს ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბება. ანუ დუხს ნაწლავში ყველაფერი, იქ რევოლუცია მიმდინარეობს, ერთმანეთს ებრძვიან კეთილი და ბოროტი ბაქტერიები და ასე შემდეგ. და სანამ ეს პროცესები თვითონ არ დაალაგდება, კოლიკა ბავშვს ექნება. ამიტომ ნუ გადავტვირთავთ მედიკამენტებით. ამ დროს შეიძლება უფრო ბუნებრივად სახლში ჩვენ შევურჩიოთ გარკვეული პოზა ბავშვს. ბუქნები ძალიან სიამოვნებს ასეთ შემთხვევაში ბავშვს. არაჩვეულებრივია თეთრი ხმაური. ძალიან, იმიტომ რომ ბავშვი გებულობს იმ ხმებს, რა ხმებსაც გებულობდა მუცლადყოფნის პერიოდში. ამიტომ თეთრი ხმაურის შემთხვევაში ბავშვს ეს შრიალი, ეს ჩიტების ჭიკჭიკივით რაღაცა ისეთი მსგავსი წყლის ჩხრიალი, ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებს და აგონებს მუცლადყოფნის პერიოდს. დედის სისხლის მიმოქცევა, დედის გულისცემა და ასე შემდეგ და ამიტომ ესეთი გაყუჩება ხდება ხოლმე მომენტალური და როგორც არ უნდა საოცარი იყოს, ეს პატარა არსებები ჩერდებიან მომენტალურად მანქანით სეირნობისას. ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც შუაღამის 3 საათზე გამოყავთ მანქანით ახალშობილები და ასეირნებენ, იმიტომ რომ ასე უნდათ და მომენტალურად ჩერდებიან და მშობლებისთვის ბავშვის სიმშვიდე მოგეხსენებათ რამხელა რაღაცას წარმოადგენს. მეგობრიშვილს ასე ეძინა ოფიციალურად მანქანაში. ბევრი შემთხვევა გამიგე. კი, კოლიკა ახსენით და ძალიან მინდა რომ ესეც უთხრათ განვმარტოთ მშობლებს. არის კავშირი იმასთან, რას შეჭამს დედა? შენ რო ბატრიჯანი ჭამე, იმიტომ შეიბერა ბავშვი და ამიტომ ტირისანი. ეს ხომ რეალურად არ არის. რეალურად არ არის სწორი. არ არის სწორი ეს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ კოლიკა ყველა ვარიანტში იქნება.
შეიძლება ოდნავ, აი მაგალითად, თუ დედას თვითონ არ სიამოვნებს ლობიოს მირთმევა და თვითონ უქმნის დისკომფორტ, შეიძლება ბავშვს ეს დისკომფორტი ოდნავ გაუძლიეროს, თორე კოლიკა აუცილებლად იქნება. ყველა ვარიანტში იქნება კოლიკა. ხშირ შემთხვევაში გვაქვს ასეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი ისე იზრდება, რომ კოლიკა არ აქვს, საერთოდ ისე ჩვეულებრივად ეს მდგომარეობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მას ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს კოლიკის გარეშე. კოლიკა ბიჭებში უფრო მეტია ვიდრე გოგონებში და ესეც აუხსნელი ფენომენია. ამის შესახებ ჯერ ჩვენ პასუხი არ აგვაქვს, რატომ ხდება ასე, მაგრამ ზოგიერთ ბავშვი ძლიერად არის გამოხატული, ზოგიერთ ბავშვი მსუბუქად შედარებით. მაგრამ ერთ ნიუანსი აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ოჯახურ სიტუაციას, ოჯახურ სითბოს, სიყვარულს. რამდენად აყავთ ეს ბავშვი, იცით, აი ბავშვს აუცილებლად ჭირდება მოფერება. ზოგჯერ გონიათ რომ ეს პატარა ბავშვი, ამ პატარა ბავშვმა რა შეიძლება ისეთი იგრძნოს, რომ მთელი დღე დაუშვათ ხელში გეჭიროს და ჩახუტებული ყავდეთ. იმ ბავშვებს, რომლებიც ჩახუტებული ყავდა, რომელიც მიხუტებული ყავთ მუცლით, რა თქმა უნდა, გულმკერდზე, ნაკლებად აქვთ კოლიკა. და აქედან გამომდინარე, თვითონ ოჯახში სიტუაცია, რაც უფრო მშვიდია, რაც უფრო კეთილი დამოკიდებულება არსებობს ოჯახის წევრებს შორის და მშვიდი დამოკიდებულება, მით უფრო ნაკლებია კოლიკა. როგორც არ უნდა შეიძლება ახსნა ამას ვერ მოუძებნო ასეთ პატარა ადამიანთან, მაგრამ ეს ასეა. ნამდვილად. ხო, აი ამასთან დაკავშირებით კიდევ აბრალებენ ხოლმე ფეხი ქონდა ბავშვს წინდის გარეშე და ფეხი გაუცივდა. ეს კიდევ ერთ-ერთი მითია, კი, ფეხიდან გაცივდა და ამიტომ დაუგროვდა გაზები. რა თქმა უნდა, ამას არანაირი ახსნა არ აქვს, არანაირი პათოგენეზური კავშირები არ იძებნება. აქ და ამას არანაირი ახსნა არ აქვს. და ძალიან საინტერესოა აი ძილიც ახსენით კოლიკას გარდა ეს ერთ-ერთი ძალიან ისეთი გამოწვევა ბავშვს არ ძინავს დღე და ღამე აქვს არეული მოდი დღე არ დავაძინებ ღამე მერე იქნება კარგად დაიძინოს რამდენად სწორია ეს მიდგომა და საერთოდ რატომ არ ძინავთ ბავშვებს იცით რა არ უნდა ჩავერიოთ არავითარ შემთხვევაში ბავშვის ფიზიოლოგიურ რიტმში თავდაპირველად ბავშვი ხო არსებაა რომელიც ყალიბდება მობრძანდა ის სამშობიარო სახლიდან, გადმოინაცვლა მუცლად ყოფნის პერიოდიდან ამ ცხოვრებაში, ისიც იწყებს ცხოვრებას, მასაც აქვს პრეტენზიები სხვადასხვა, მასაც აქვს რაღაც გარკვეული დამოკიდებულებები, ამიტომ შეიძლება დღის განმავლობაში ძილი ურჩევნია ვიდრე საღამოს განმავლობაში, ღამის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ნაზად და მსუბუქად ეს ნორმა აბსოლუტურად, იცით, ამას ჩარევა არ შეიძლება. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ბავშვისთვის რაღაცა დამამშვიდებლების და ძილის სწავლების მიცემა. მშობელიც უნდა მოერგოს იმ ბავშვის რიტმს და იმ ბავშვის რიტმით უნდა იცხოვროს, ხო? თუ დღისი ძინავს, დღისით უნდა შეძლებს დაგვარად, როგორც შეძლებს დედა, თვითონაც უნდა წაუძინოს დღისით. ან და ბავშვს დედას უნდა ყავდეს აუცილებლად დამხმარეები ოჯახში ხო შეიძლება ვიღაცამ ხელი შეუწყოს და რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დედას მისცეს საშუალება რომ დაიძინოს. ამას აქვს ეს არის თავისი ფიზიოლოგიური, ბავშვის ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური საათი, რომელიც უსათუოდ შეიცვლება. გარკვეული პერიოდები ეს აქვს, ხოლო შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს უკვე ყალიბდება და ნორმალური ცირკადული რითმი უყალიბდება ბავშვის ძილის. თუმცა თავიდანვე უნდა შევეცადოთ რომ შევუქმნათ ბავშვს ძილის რუტინა. სიმშვიდეა საჭირო, უნდა გამოვრთოთ ეს ხმამაღალი და უშოთ ტელევიზორი და საინფორმაციო წყაროები. მშვიდად ვისაუბროთ, ისე რომ ბავშვმა იმ დროს ერთნაირად უნდა იყოს მაგალითად ყოველდღიურად ოთახის დაბნელება, ჩაბნელება, შედარებით მშვიდად, ერთი და იგივე ადამიანი ბავშვთან ახლოს და ეს უნდა იყოს დედა, რა თქმა უნდა. თავისი რიტუალი ძილის წინ რომ ბავშვი აუცილებლად მიიღებს თავის საყვარელ საკვებს ძუძუთი კვებით ჩაიძინებს რომ დედა არის მის გვერდით და ასე შემდეგ ეს რუტინა თუ რამოდენიმე ხანს გაგრძელდა ბავშვი ამას უკვე წესად მიიღებს და ჩვეულებრივად ძილიც მოწესრიგდება თუმცა თავიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში როდესაც ბავშვი განსაკუთრებით სახელმშობილობის პერიოდში სადღაც 28 თვის განმავლობაში მოდი ასე ვთქვათ თვენახევრის განმავლობაში ბავშვი აყალიბებს თავის ცხოვრების და თავისი ქმედებების ძირითად წესებს როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ. აქვს ხომ დაბადებიდანვე ტემპერამენტი. რა თქმა უნდა, ბავშვს თავიდანვე აქვს ტემპერამენტი და მე ძალიან ხშირად პირველი ვიზიტის შემდეგვე მithქვია მშობლისთვის, რომ ეს ძალიან ცელქი იქნება და მართლა როდესაც მოდიან ხოლმე მეუბნებიან, რომ აი მე როგორი წინასწარმეტყველეთ, ინგა ექიმო, როგორი ცელქია მართლა და როგორი მოუსვენარი
რა თქმა უნდა, ეს ტემპერამენტით არიან დინჯები, გაწონასწორებულები, არიან ცელქები თავიდანვე რომ აციმციმებენ თვალებს, ხო? ეს ამის გაგება უკვე პრაქტიკით დატვირთულ ექიმს ნამდვილად შეუძლია. ხო, მე მაგალითად პირადი მაგალითი რომ თქვა პირველ ბავშვზე, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო გაფაციცებული და ყურადღებით ვიყავი, რატომღაც საერთოდ ეს შეიძლება პროტესტი მქონდა, რომ დედაჩემი რომ მეუბნებოდა, რომ შენ დამშვიდდი და მე აჭამე. რომ არ ბავშვზე, აი საერთოდ არ მიმაჩნდა ეს სწორად, რომ რა უნდა გადავიდეს, ახლა მე ვერ დავწყნარდები, იმიტომ რომ გადათიშული ვარ, დაღლილი ვარ, უძინარი ვარ, ასე შემდეგ და არ ვაქცევდი ამ მომენტს ყურადღებას, რომ აი ბავშვი რამდენადაც ჩემთან როცა იყო ანუ ბრაზობდი ან მტკიოდა რაღაცა გარკვეული დისკომფორტები მქონდა ჩემი და არ ვაქცევდი არც ამ რუტინას თითქოს ყურადღებას, უბრალოდ აი როცა და სადაც მომიხერხდებოდა ოღონდ დაეძინა ოღონდას შემდეგ აი თითქოს ვცადე, იმიტომ რომ აი მე ძალიან კარგად მესმის ხოლმე მშობლების, როცა აქვთ თავიდან ეს რაღაცა პროტესტები, რომ იცი რა, ეხა ესე დაწერილი და თეორიულად ლამაზია, მაგრამ მე ვერ გავაკეთებ. აი ამ პოდკასტში ხშირად ვაჟღერებ ხოლმე, რომ მე არ გამოვხატავ რაღაც კითხვაში, შეიძლება არ გამოვხატო ჩემი პოზიცია, მაგრამ იყოს ის, რაც ადამიანებს აინტერესებს და რა პოზიციაც აქვს. ეხა ესე ძალიან კარგია, ვთქვათ, მე რუტინა შევუქმნა ბავშვს, მაგრამ ეხა სად შემიძლია მე იმას ყოველ დღე და იგივე დროს ვბან, თუმცა რომ გამოვცადე მეორე ბავშვთან, რეალურად ჯობია, რომ ის რამდენიმე დღე მართლა რთული იყოს და გაიჭირო და მე ბევრად ლაგდება და მართლა მუშაობს ეს რუტინის ამბავი. საუბარი, მშვიდი ტონი, რატომღაც მართლა ჩემთვის თავიდან ესე გაუგებარი იყო და მე მგონი ეგ თან მომითხრა სამშობიაროში, რომ ძალიან გაძლიერებული ყნოსვა აქვს და დედა რომ გადის ოთახიდან გრძნობენ ძილში. კი, ნამდვილად ასეა და მე აქ მინდა ერთი პატარა ჩართვა გავაკეთო. იცით რა, ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ მშობელს, დედას აქვს მშობიარობის შემდგომი ნევროტიულობა. ეს გარდაუვალი პროცესია, ხო? ამიტომ ოჯახის ყველა წევრი უნდა შეეცადოს, რომ მას კომფორტი შეუქმნას. ყველა წევრი უნდა შეეცადოს, რომ დედამ კომფორტულად იგრძნოს თავი, იმიტომ რომ იმ პატარა ბავშვის ჯამრთელი აღზრდა დამოკიდებულია დედაზე და ჩვენ ვუფრთხილდებით ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხო? ამიტომ თავიდან ბოლომდე უნდა ყველა შეეცადოს, რომ კომფორტი შეუქმნან მშობიარე, ახალნამშობიარე ქალს ოჯახში. არ მახსოვს. რა თქმა უნდა, კომფორტი ყოველთვის ეჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით ამ პერიოდში. ცად წავიკითხე არ მახსოვს, მაგრამ წერდნენ აი ამ ახალშობილობის პერიოდს ძალიან ვეცნობოდი მაშინ ძუძუთი კვების ამბებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესე როგორც დღეს არის ამდენი ინფორმაცია მთლად არ იყო 10 წლის წინ და რაღაც მიწევდა ხოლმე ცოტა უცხოურ წყაროებში კიდევ დამადასტურებელი დამატებით რაღაცების მოძიება და იქ წავაწყდი რომ მე უნდა ვიყო კარგად დედის რეკომენდაცია იყო ესეთი რომ მე თუ არ ვიყავი კარგად ჩემი შვილი ვერ იქნება ამიტომ ჯერ მე უნდა და ეს არ არის ეგოისტური მიდგომა აბსოლუტურად ჯერ მე უნდა ვჭამო მე უნდა დავისვენო რომ მე შევძლო მე ჩემს შვილს შევუქმნა აბსოლუტურად გასაგები მიდგომა ეს ასეც უნდა იყოს დედა უნდა იყოს კარგად აუცილებლად რომ შვილი იყოს კარგად ხო სხვანაირად წარმოუდგენელია და ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ყოფილა ხოლმე ის რომ ქილიკით აი რაღაცა გამტყუნებით დედას ძალიან ისეთ შენიშვნებსაც აძლევენ მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა მაგრამ ბევრი ჩემი კოლეგაც არის როდესაც დედას ასე დატუქსავს ხოლმე და რაღაც ისეთ შენიშვნებს მისცემს რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია კი ბატონო არის ნამდვილად და თან აი მაგ დროს რატომღაც აი პირველ ბავშვთან მithumetes ხდება ხოლმე რომ იცი რა ტირის და მე ვერ დავსვამ ან ვერ შევჭამ ახლა ეს ტირის და ასე შემდეგ მე ძალიან ისე რომ მიუდექი ცოტა მეორე მესამე ბავშვზეც ვიგონებით მივხვდი რომ იცი რა არის შეგიძლია რა ცოტა ხანი რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცა გაუჩხარნო და ცოტა ხანი ეს ჭუჭყუნის და ყველა პატარა წამოტირების ამბავზე ან ბოლოს და ბოლოს ცალი ხელით გეჭიროს არაუშავს შეექმნას დისკომფორტი თუ მე ძალიან ვერ გეხუტებ და იზრუნო უნდა შენ თავზე, იმიტომ რომ მე იმასაც რეალურად ბავშვისთვის ვეღარ ჩვენ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ენდორფინები აუცილებლად გადაეცემა ბავშვს დედიდან, ხო? ამიტომ დედას ყოველთვის უნდა კონდეს დადებითი ემოციები და კარგი ემოციური განწყობა. თუმცა დედაც ადამიანია და თუ შეუქმენი ეს განწყობა, ეს თავისით ვერ შეიქმნის ამას, ხო? იმიტომ რომ ყოველთვის თავი დაანებო ახალი ნამშობიარებია და მას თავისი კიდევ სხვა ტრავმები აქვს და აქედან გამომდინარე ეს კომფორტი აუცილებელია ქალისთვის.
აი და პირველი ნიშნები რა არის? აი საყურადღებო, თქვათ, რაზეც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შფოთავენ ხოლმე აი კოლიკის გამო ბავშვი ტირის, ძალიან ბევრჯერ მსმენია რომ შეიძლება პედიატრთან დარეკონ 3 საათზე, 4 საათზე ღამის რო იცი რა, აი ტირის ვერ ვაჩერებ და რა ვქნა. როცა არ ყავთ ხოლმე დამხმარე, ან იქ ცალკე ბებია უმატებს რატომ ტირის, ცალკე მამა მარიცის რა გააკეთოს და მანქანით უნდა ასე ხო არიციან რა ქნა და ამ დროს ვაი და ტირის და რეალურად არის საგანგაშო როცა ბავშვი ტირის, აი რა შემთხვევაში შეიძლება რომ მივიჩნიოთ რომ უი რაღაცა ხდება ბავშვის თავს. იცით რა, არანაირი საგანგაშო კოლიკა არ არის. როგორც წეგან ვახსენე, კოლიკა თვითონ აღმოცენდება და თვითონვე მთავრდება. აი უცებ მოხდება ხოლმე ბავშვი გაჩერდება მომენტალურად და გადადის ძილის მდგომარეობაში, იმიტომ რომ დაღლილია, ხო? აქ აუცილებლად საგანგაშო არ არის, მაგრამ თუ კოლიკას თან ახლავს ის, რომ ჩვენ გონია კოლიკის ნიშნები, ბავშვმა დაიწყო წონაში ჩამორჩენა. ეს ერთი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი უარს ამბობს ძუძუთი კვებაზე, შუა კვებაში ჩერდება ტირის და ტირის ეს ჩვეულებრივი კოლიკის დროსაც ასეა, მაგრამ ამ ტირილსაც გააჩნია ანებებს საერთოდ უარს ამბობს ძუძუთი კვებაზე ბავშვი. და თუ შევამჩნიეთ ჩვენ პრაქტიკულად ახალშობილის განავალი ყველანაირი შეიძლება იყოს. ნაწილთა მოქმედება ბავშვი შეიძლება ჰქონდეს კვირაში 2 ჯერ. ესეც ნორმაა და შეიძლება ჰქონდეს დღეში 10 ჯერ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს, ესეც ნორმაა, მაგრამ თუ განავალში შენიშნეს პათოლოგიური მომენტი, ეს არის სისხლი. პათოლოგიურად ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მივმართოთ ექიმს, შესაძლოა ეს იყოს რძის აუტანლობა, შესაძლოა ეს იყოს სხვა რაიმე პათოლოგია, თორე ისე ჩვეულებრივი კოლიკის განსხვავება მუცლის ტკივილისგან, რომლის დროსაც ბავშვი შეიძლება მართლა რაიმე პათოლოგიური პროცესი აღენიშნებოდეს, ძალიან მარტივია გამოცდილი მშობლისთვის უკვე მეორე და მესამე ბავშვს ეს უფრო და უფრო მარტივი ხდება. და მთავრდება კოლიკა და იწყება კბილების აჭრის პროცესი. კი ბატონო. როგორ მივხვდეთ რომ აი უკვე კბილების აჭრას? იცით რა, ძალიან ხშირად აი დღესაც მქონდა ასეთი შემთხვევა, მოიყვანა ბავშვი დედამ და თვითონ ესვამს დიაგნოზს და მეუბნება რომ კბილების ამოჭრის პროცესი აქ იცით ღრძილები ძალიან აწუხებს და მე ვფიქრობ რომ ეს ტემპერატურა ღრძილებიდან არის 39 გრადუსი ქონდა ბავშვს ტემპერატურა. ასეთი ტემპერატურა ღრძილებიდან ძირითადად და ღრძილებზე დუბლიკაციის წარმოქმნა და ღრძილებში რა თქმა უნდა ამ პერიოდში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, როდესაც კბილების ამოჭრა ხდება, ხო? ეს რა თქმა უნდა არ არის ასე. კბილების ამოჭრა შედარებით მტკივნეული პროცესია, ბავშვს აქვს დისკომფორტი, ის ცდილობს ხელი წაიღოს პირისკენ, ძალიან ხშირად აქვთ გაძლიერებული ნერწყვდენა, თუმცა ეს ნერწყვდენა ძალიან ხშირად ემთხვევა იმ ფიზიოლოგიურ პერიოდს, როდესაც სანერწყვე ჯირკვლები იწყებს მუშაობას. და ბავშვს როდესაც გადმოედინება ნერწყვი, ხო, უბრალოდ ეს ნერწყვის გადმოდენა იმიტომ ხდება, რომ გამოიყოფა ნერწყვი დიდი რაოდენობით და ბავშვს არ აქვს ავტომატიზმი იმისა, რომ ეს ნერწყვი უნდა გადაყლაპოს. და ძალიან ხშირად თანხვედრია ხოლმე. თუმცა კბილების ამოჭრასაც ახლავს ეს პროცესი. ტემპერატურული რეაქცია შეიძლება იყოს, მაგრამ ტემპერატურა არის სუბფებრილური, ის მაღალ ციფრებს არ აღწევს. ბავშვი შეიძლება ჭირვეულობდეს, შეიძლება უარს ამბობდეს საკვებზე, შეიძლება გაუძნელდეს ძილის პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს მშობლებთან, მშობლები გვირეკავენ, გვეუბნევიან და ნუ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენც უკვე დარწმუნებით ვეუბნებით, რომ ეს ამასთან არის დაკავშირებული, თუ არა და სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექიმმა უნდა ნახოს ბავშვი, ხო? მშობელი წყნარდება. დიახ და აი არის კიდევ გარდა აი ტემპერატურას უკავშირებენ ხოლმე რომ იცი რა კბილები ამოსდის ვირუსი არ ექნება, ხდება ესეთი დასკვნების გამოტანა თავადაც და არის ხოლმე კიდევ მეორე მომენტი რომ ამ დროს მიმართავენ რაღაც გელებს, ზოგი ითხოვს ძალიან დაჟინებით რომ იცი რა ცუდად ძინავს და ცოდოა ბავშვი, ამ დროს შეგონებები ესმის რომ დამამშვიდებელი, მერე რა მცენარეული, რამდენად დამაზიანებელია, რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს დამამშვიდებლის მიცემა, რა შეიძლება გააფუჭოს თუნდაც მცენარეულმა და საერთოდ არის თუ არა უძილობა იმაზე დიდი პრობლემა, ვიდრე დამამშვიდებლის მიცემა ბავშვისთვის.
მოგახსენებთ ეს ნამდვილად ისეთ სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში გახშირდა მშობლები დაკავებული არიან ეს დღევანდელი ცხოვრება მოგიხსენებათ დაღლილი დაქანცული მშობლები მოდიან სახლში, ბავშვი უძილოა და ზოგჯერ თვითნებურად გადაწყვეტენ ხოლმე დამამშვიდებლების მიცემას. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბავშვის ტვინი აი ამ ესეთ ხელოვნურად დამშვიდებას არ უნდა მიეჩვიოს. არ შეიძლება ეს ექიმის გარეშე. ეს უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვაძლევთ დამამშვიდებელს, არის ხოლმე გადაბმულად ბავშვს რამოდენიმე დღე არ ძინავს. არის ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ პირველ რიგში ამ უძილობის მიზეზი უნდა გაირკვეს, ხო? და ამ უძილობის მიზეზის გარკვევის შემდეგ უნდა მოახდინოს ექიმმა რაღაცა ჩართულობა, თუ საჭიროა დამამშვიდებელი საშუალების მიცემა. იმიტომ რომ ზოგჯერ ეს დაკავშირებულია რაღაც ტკივილთან და აბსოლუტურად სხვა პათოგენეზურ რგოლთან და ჩვენ სულ სხვა რგოლს ვამშვიდებთ და ვაწყნარებთ, ხო? ზოგჯერ ტირილი არის სიგნალი და არის ენა სალაპარაკო ბავშვისა და არა ის რომ ჩვენ ბავშვი დავადუმოთ, გავაჩეროთ და დავაძინოთ დაუშვათ. რაც შეეხება გელებს, გელიც აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული, იმიტომ რომ ხდება მშობლების მიერ აი მართლა საოცრად ბევრი რაღაც გელი და რაღაცა მაზები აქვთ ნაყიდი სპეციალურად ღრძილებისთვის და ამას დღის განმავლობაში უცვლიან სხვადასხვა დანაირს. ესეც არ შეიძლება, მე მქონდა შემთხვევა ძალიან ცოტა ხნის წინ ბავშვს, როდესაც ესეთი გელი წაუსვეს ღრძილზე დაემართა ძლიერი ალერგიული რეაქცია ჭინჭრისცეება და ასეთ ბავშვს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა დაჭირდა. სხვა შორის ეს ხშირია ალერგიული რეაქციები ამ დროს. რა თქმა უნდა შევუთანხმდეთ ექიმს და ამ დროს მშობლები ძალიან ხშირად გამაყუჩებელ საშუალებას პერორალურსაც აძლევენ ხოლმე დასალევს, მაგალითად ანთების არასტეროიდებს, როგორც არის ცნობილი იბუპროფენი მაგალითად, აცეტოფენამინი, პარაცეტამოლი, ამის ხსენება შეიძლება და იმიტომ ვახსენებ. ესეც რა თქმა უნდა, ესე ხელაღებით ამის მიცემა არ არის საჭირო. ის კი არა ტემპერატურის დროსაც ჩვენ გარკვეული ინტერვალები გვაქვს ხოლმე, ხო, ამ მედიკამენტების მიცემის, რომელსაც სისხლის დამწევად და ტკივილ გამაყუჩებლად ვიყენებთ. და ამიტომ მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ექიმთან კომუნიკაციაში. ესეც რომ ვახსენოთ, იმიტომ რომ გამიგია აი უფრას უზამს ახლა ცოტას მივცემ დოზა რეალურად. რა საფრთხე აქვს, რატომ არ შეიძლება, რატომ არის ეს ექიმთან, აი ყველა სიცხეზე ექიმთან ხომ არ დავრეკავ, გაგვიგია ხო ესეც, ან ყველა ტკივილზე კბილები ამოსდის და ცოტას მივცემ რა დაშავდება ამით. რეალურად რა შავდება? რეალურად ახლა ერთჯერ და ორჯერ მიცემით არაფერი არ დაშავდება, ზოგჯერ არის ხოლმე მართლა გამოუვალი სიტუაცია, როდესაც მშობელმა უნდა მისცეს, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში, როდესაც ხშირი გამოყენება ხდება, როდესაც ბავშვს ამას რეგულარულ ხასიათს აძლევ, შეიძლება კი არა და ის მოქმედებს აუცილებლად სისხლის ბავშვის ჯანმრთელობაზე, ზოგად ჯანმრთელობაზე, ხო? შეიძლება ამან გამოიწვიოს სისხლდენები და სხვადასხვა გართულებები, პერედოზირებამ, სხვადასხვა მედიკამენტების, ძირითადად ანთების არასტეროიდების, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. აი ძალიან საინტერესოა რომ ვახსენოთ რუტინული მედიკამენტები რა დ-ვიტამინის ჩართვა ხდება. აი ესეც მსმენია, თან აი სოციქსელში ხშირად ვაწყდები ხოლმე ახლა მით უმეტეს განსაკუთრებით ამ გადაცემის ფონზე ვაკვირდები რა აზრებია, რასთან დაკავშირებით რას წერენ დედები სხვადასხვა ჯგუფებში და განსაკუთრებით ვინც ცოტა აი მაუგლის მეთოდებისკენ რომ მიდიან ძალიან პოპულარული ხდება და ესეთი მითი, არ ვიცი, აზრები ყოველ შემთხვევაში წამიკითხავს, ვიცი რა, არანაირი დ-ვიტამინი და ფტორი და რკინა და ასე შემდეგ არ ჭირდება ბავშვს, ეს მარკეტინგული მიზნით კეთდება, ფარმაცევტული ბიზნესებია, ბავშვი თუ ძუძუზია ყველაფერს მიიღებს. რატომ გახდა ამ დანამატების რუტინულად მიღება საჭირო, რაზე დაყრდნობით იღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები ამაზე guideline-ებს მე რეკომენდაციებს და რა მნიშვნელობა გააჩნია დროულად ჩართვას იმ საჭირო და რუტინული დანამატების, რაც ეძლევათ ახალ შობილებს. კი ბატონო, მოგახსენებთ მაგალითად ამერიკის პედიატრთა აკადემია და სხვადასხვა
ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვთა კვებაზე და ნუტრიციოლოგიაზე მუშაობენ, დამატებით დ-ვიტამინის მიცემას, დ-ვიტამინზე თქონდა საუბარი, ამიტომ პირველად დ-ვიტამინზე ვიტყვი. დ-ვიტამინი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის, როგორც წესი, ხდება 2 წლამდე ასაკამდე, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე იმყოფება დაუშვათ, 2 წლამდე ასაკამდე დ-ვიტამინის მიცემა ხდება. თუ ბავშვი ხელოვნურ ნარევზეა, შეიძლება დ-ვიტამინი არ მისცე, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად ყველა ნარევი შეიცავს 400 ან 800 საერთაშორისო ერთეულ დ-ვიტამინს და აქედან გამომდინარე პროფილაქტიკური დოზა მათში არის. რაც შეეხება სხვა დანამატებს, აი მაგალითად გააჩნია როგორია ზონა, რა ზონაში ცხოვრობს ბავშვი, მას ესაჭიროება თუ არა პტორის მიღება, ესაჭიროება თუ არ ღებულობს თუ არა ის ბუნებრივად პტორს, ეს ყველაფერი უკვე ენდემური ამ ზონებით არის გათვლილი და გათვალისწინებული. სხვა დანამატი, მაგალითად დანამატი არა, მაგრამ აი ძალიან ხშირად ბავშვი უკვე როდესაც ხდება ბავშვის გაწერა სამშობიარო სახლიდან უკვე კოლიკის საწინააღმდეგო მედიკამენტებით ხდება ამ ბავშვის გამოწერა სამშობიარო სახლიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება რაღაც პატარა დახმარება გაუწიოს. ძირითადად რა პრეპარატები აქვს დანიშნული? ანუ ვიტამინი D, კოლიკის საწინააღმდეგო პრეპარატები. და რაც შეეხება რკინას, ხო, შეიძლება ამ ბავშვებს რაღაცნაირად შეუმსუბუქოთ ახალშობილს კოლიკის საწინააღმდეგო პრეპარატებით ცხოვრება, მაგრამ როგორც წეღან ავხნიშნეთ, ის მთლიანად კოლიკას რა თქმა უნდა ვერ მოხსნის. შეიძლება ცოტათი შეუმსუბუქოს. და რაც შეეხება რკინას, რკინის შემთხვევაშიც, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა 4 თვის ასაკიდან რკინის დამატება აუცილებლად ხდება. ჩვენთან და ამერიკის პედიატრთა აკადემიის მოწოდებით ეს ასეა მიღებული. 4 თვის ასაკიდან რკინის დამატებას ვახდენთ. ხოლო თუ ბავშვი ხელოვნურ ნარევს იღებს, ხელოვნურ ნარევში აბსოლუტურად ყველაფერი ეს გათვალისწინებულია და რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია აღარ დავამატოთ. კი ბატონო. და როდესაც კვებას ვახსენებთ ხოლმე, ძუძუთი კვებას და ასევე თუნდაც ხელოვნურს და ბავშვი არის ახალშობილი, ტირის, ვთქვათ, ითხოვს საკვებს, ძუძუთი კვების შემთხვევაში ვიცით, რომ უფრო თავისუფლად უნდა მივცეთ. ხელოვნურის შემთხვევაში განისაზღვრება ასაკის შესაბამისად, საათობრივად დოზები. მაგრამ აი არის თუ არა ნევროლოგიურად მნიშვნელოვანი ნევროლოგიური განვითარების მხრივ და საერთოდ რა სიგნალი შეიძლება მიიღოს მშობელმა თუ ბავშვი ვერ ახერხებს აი რაღაცნაირად ეს კვების რეფლექსი მოჭიდება ძუძუზე სწორი არ არის უნდა დავეხმაროთ ვთქვათ სპეციალისტი უნდა ჩავრთოთ ან რა სიგნალები შეიძლება ამ დროს იყოს ისეთი რომელიც გვანიშნებს რომ ყურადღებაა დამატებით მისაქცევი იცით რა ჩვენ ყველა ვარიანტში როდესაც პედიატრი ნახულობს ბავშვს და პედიატრი ბავშვს ნახულობს სამშობიარო სახლში სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში ბავშვი, სადღაც 10 დღეზე ბავშვი უნდა იყოს ნანახი. ამ შემთხვევაში ფასდება აბსოლუტურად ყველა მონაცემი ბავშვის, როგორია ძუძუზე მოჭიდება, როგორ ხდება დაუშვათ ბავშვის კვებაც, როგორ ხდება, როგორ დაიკლვა ეს ჩვენ წეგან არ ვახსენეთ, რომ ძალიან ხშირად მშობლების განგაშს წარმოადგენს ის, რომ ბავშვს აქვს მასაში ფიზიოლოგიური კლება, ხო? როდესაც იბადება ბავშვი რა წონითაც იბადება, შეიძლება იმ წონითვე ვერ გამოიყვანოს სამშობიარო სახლიდან უფლება აქვს დაიკლოს თავისი წონის 10%. იმიტომ რომ ამ დროს ხდება პირველი მოშარდვა, განავალის გამოყოფა, მეკონიუმი გამოიყოფა და ზოგადად ეს ყველაფერი გრამაჟია და ეს გრამაჟები გარკვეულ გავლენას ახდენს. სუნთქვა, პერსპირაციო ინსენსიბილის, როდესაც ბავშვის კანის ზედაპირიდან ხდება სითხის აორთქლება ეს ყველაფერი განაპირობებს ბავშვის წონაში კლებას. მშობლები აღშფოთებულები არიან ხოლმე ხშირად შეშფოთებულები, რომ აი ბავშვმა წონაში მოიკლო. ეს სინამდვილეში ნორმას წარმოადგენს 10%-ის მოკლების უფლება ბავშვს აქვს. წონაში მოკლების უფლება. და შემდგომ ჩვენ უკვე რა თქმა უნდა მიღებულია რომ ბავშვს ჩაუტარდეს რამოდენიმე სკრინინგი. ეს არის ნევროლოგის კონსულტაცია, ორთოპედის კონსულტაცია, გულის ეკოსკოპიური კვლევა, რომ ჩვენ მთავარი სასიცოცხლო ორგანოები აუცილებლად გამოვიკვლიოთ და ვნახოთ, ხო? რა თქმა უნდა, თუ მოჭიდება არ ხდება, თუ ხდება, რა თქმა უნდა, პედიატრის კომპეტენცია ხშირ შემთხვევაში ღებინება, მაგრამ ღებინებასაც გააჩნია, როგორი ღებინება ხდება, როგორი ღებინება აქვს ბავშვს. განსაკუთრებული მოძრაობები ამ დროს და ის თუ არ ჩდება ათეტოზურ მოძრაობებში, ბავშვის მოძრაობა, ახალშობილის მოძრაობა. ეს ყველაფერი ფასდება პედიატრის მიერ ძალიან რთულია, ახლა გამოყო რაღაცა ერთი კონკრეტული სიმპტომი, ხო? ჩვენ ერთად
კომპლექსურად აი ამ ეგრეთ წოდებული აი ესეთი კომპლექსური მულტიპროფილური მიდგომით ვაფასებთ ხოლმე ახალშობილს. ამიტომ ეს გეგმიური სკრინინგი არის აუცილებელია, მნიშვნელოვანია ძალიან. რავადებზე ეს თავდაპირველად სამშობლო სახლში ხდება ამის შეფასება, შემდეგ ჩვენ ვახდენთ ამის შეფასებას 2 თვიდან 4 თვემდე. აი ამ პერიოდში აუცილებლად უნდა შეფასდეს 1 თვემდე ასაკამდე პედიატრი აფასებს, თუ საჭირო ამ პერიოდშივე მოახდენს ჩართულობა სხვა სპეციალისტების, ხოლო 2-დან 4 თვემდე აუცილებელია ამ სამი სპეციალისტის ჩართულობა, ვინც მოგახსენეთ. კი ბატონო. და რომ გადავიდეთ ეს დროულ ახალშობილებზე ვისაუბრეთ, დღენაკლი ახალშობილები ალბათ განსაკუთრებით დაინტერესებთ, ვისაც ყავს რას ნიშნავს საერთოდ როგორ განიხილება დღენაკლი, როდესაც არის ახალშობილი შესწორებულ ასაკს რას ვეძახით და რამდენ ხანს მიყვება ბავშვს ეს დეფინიცია ასაკს, როდესაც ვახსენებთ და რამდენად განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მოვლა სჭირდება, როდესაც უკვე ბინაზეა გასული. დიახ, დღენაკლი ახალშობილი ეს არის 28 კვირიდან 38 კვირამდე დაბადებული ახალშობილი. ახალშობილის წონა ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა დაბალია და დღენაკლი ახალშობილის წონა არ აღემატება ხოლმე ზოგადად 2 კილოგრამს. სადღაც 2 და 200-მდე ასე შეიძლება იყოს დღენაკლი ახალშობილის წონა. დღენაკლი ახალშობილი სამშობიარო სახლში იმდენად და შემდგომი ეტაპი თუ ესაჭიროება ხო კლინიკური ეტაპი საავადმყოფოში დაუშვათ ბავშვს მოვლა და რაიმე დახმარება უკვე ბინაზე აბსოლუტურად მომზადებული და ის უკვე ჩამოყალიბებული ახალშობილი ეწერება ბინაზე და ამიტომ სახლში მისი მართვა უკვე სრულიადაც არ არის რთული. წონა უკვე ცდება 2 კილოგრამს, როდესაც ეწერებიან ბინაზე მოჭიდების ფუნქცია ბავშვს აქვს, ძუძუთი კვება თავისუფლად ხორციელდება, თუ მანამდე ახორციელებდნენ ძუძუთი კვებას სხვა გზით, პარენტერალურად ან სხვა გზით, სამშობიარო სახლიდან გამოწერილი ბავშვი უკვე სრულიად მომზადებულია საქმის პირობებისათვის. მაგრამ რა აქვს განსაკუთრებული დღენაკლ ახალშობილს? დღენაკლი ახალშობილის იმუნური სისტემა უფრო ფაქიზია, უფრო ნაზია და ინფექციებისადმი მიდრეკილება განსაკუთრებულად უფრო დღენაკლ ახალშობილებზე აქვს გამოხატული. თერმორეგულაციის ცენტრი შეიძლება ბოლომდე არ არის ჯერ თერმორეგულაციის სრულყოფილი და აქედან გამომდინარე ბავშვის გადაციება უფრო მარტივად ხდება ხოლმე ასე დროს და განსაკუთრებული სიფაქიზით და განსაკუთრებულად ვეპყრობით ჩვენ კვების საკითხს, ახალშობილის კვების საკითხს. ისედაც თავისუფალ კვებაზე უნდა იყოს ახალშობილი, მაგრამ ამ შემთხვევაში კვება დღენაკლი ახალშობილის უნდა მოხდეს უფრო აქტიურად. მნიშვნელოვანია და ყურადღება უნდა მივაქციოთ წონაში მატებას, მის ფიზიკური განვითარების კრიტერიუმებს. ან ძუძუთი კვებას რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეწყოს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეწყოს ძუძუთი კვებას. ფაქტიურად ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის ძუძუთი კვება დღენაკლი ბავშვებისათვის. და როგორც ეს წონის დეფიციტი ვახსენეთ, ისე მინდა ვთქვათ, შევეხოთ თემასაც, როდესაც ცოტა მეტ საჭმევენ, უხარიათ, როდესაც ბავშვი ფუმფულა, რაღაცნაირად თითქოს ადარებენ ხოლმე კიდეც ჩემი მაგ დროს იმხელა იყო ასე შემდეგ. უნდა უხაროდეს მშობელს თუ ვთქვათ ბავშვი, ან რა არის ის წონა, რაზეც შეიძლება ითქვას, თუ ძუძუთი იკვებება ბავშვი, ან თუნდაც შეიძლება ხელოვნურით იკვებება და ვიცი ზოგჯერ რომ იმეცოდოა აი ჩაცალა ბოთლი და აბა დავუმატოთ ეს შეიძლება წონის პრობლემის განმაპირობებელი იყოს მე სამომავლოდ. საერთოდ წონის პრობლემის განმაპირობებელი არის და საერთოდ წონის განმაპირობებელი გენეტიკა. ძალიან ხშირად როდესაც ჩაეკითხები, მშობლები ამბობენ რომ ასეთი იყო, ანუ ბებია ბაბუ, ასეთი იყო დედამისი, ასეთი იყო მამამისი. ყველა ბავშვი ერთნაირად არ ვითარდება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთი ბავშვი შევადაროთ მეორეს, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი გენეტიკა, ყველას აქვს თავისი ინდივიდუალიზმი და აქედან გამომდინარე ჩვენ ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, ხო? თუ ბავშვი მაგალითად წონაში ბავშვს აქვს ნამატი, დიდი ნამატი, ასეთ შემთხვევაშიც რა შეიძლება თქვა ბავშვზე, რომელიც არის ბუნებრივ კვებაზე და რა თქმა უნდა, თუ მას ყველაფერი ნორმაში აქვს, მეტაბოლური მაჩვენებლები ყველაფერი ნორმაში აქვს, ჩვენ რა თქმა უნდა ამას თავს ვანებებთ,
იყოს ასეთი, არის ასეთი და არის ძალიან საყვარელი. შემთხვევაში ხო? გვიყვარს ხოლმე ჩვენც და ვერ მალავ საქმრთოვანების სათამაშო. თორე, დიახ, რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი, თუ გამოკვლეულია, რა თქმა უნდა, ექიმის მიერ არის ნანახი ბავშვი და თითოეული მისი მეტაბოლური მაჩვენებელი შესწავლილია. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ვერაფერს ვერ იტყვი. ან და შეიძლება ბავშვი იყოს გამხდარი, შეიძლება ბავშვი იყოს დაბალი წონის, ანუ ნორმის დაბალი ზღვარი იყოს შეიძლება, მაგრამ შეიძლება სიგრძით აღემატებოდეს ის თავის ასაკს, ესეც შეიძლება მოხდეს. და ამ შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია და ჩვენ აქ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. კი ბატონო. იმუნიტეტზე მინდა გკითხოთ, ეს ცნობილი იმუნიტეტი სასამაღლებლად რა გავაკეთოთ, ბავშვს რამე ვიტამინი ხომ არ მივცეთ და არის ხოლმე ორი უკიდურესობა რა, როგორც წესი, ან სტერილური გარემო გვაქვს და ვაიმე ბავშვი არ გამიცივდეს, აბა ყველამ პირბადეები ახალშობილია სახლში, ან მეორე უკიდურესობა, რომ ვიზიტორები მოდიან არ მთავრდება ეს ბავშვი ცალკე, ალბათ დამატებითი სტიმული არის ახალშობილისთვის, ოვერსტიმულაცია ხდება, რატომ არ ძინავს შემდეგ უკვირთ, ასევე მკოცნა ბავშვის, რამდენად ახდენს იმუნიტეტზე გავლენას სტერილური გარემო, როგორც აღნიშნეთ, მოქმედებს, მაგრამ აქ მეორე ვარიანტი რამდენად რელევანტურია, როცა ბავშვს არა უშავს და ჯანმრთელობაა და პირიქით შეიძლება ძალიან ბევრი სტუმარი, სახეზე კოცნით, მოჯუჯღნებით და ასე შემდეგ მოიალებს. ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ძალიან კარგია ბალანსი. მინდა აღვნიშნო, რომ იმუნიტეტი ეს არ არის აბი, რომელიც აფთიაქში იყიდება. არავითარ შემთხვევაში. იმუნიტეტისთვის ისეთივე ბრძოლაა საჭირო, როგორც თავისუფლებისთვის. ბავშვის ორგანიზმი იბრძვის, იღწვის, იწვრთნება და ასე იძენს იმუნიტეტს. და როგორ ხდება ძირითადად კარგი იმუნიტეტის ჩამოყალიბება? კარგი იმუნიტეტის ჩამოყალიბება ხდება ცხოვრების სწორი წესით, ბალანსირებული კვებით, ჯანსაღი ძილით და სტრესული ფაქტორებიდან თავის არიდებით ბავშვის, ხო? ასეთ შემთხვევაში ხდება ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბება. ხოლო, რაც შეეხება იმას, რომ მე დამატებით, აბებით და დანამატებით შევძენ იმუნიტეტს, ასეთი რამ პრაქტიკაში არ არსებობს, პედიატრიულ პრაქტიკაში არ არსებობს. ბავშვი ავადობის შემდეგ იძენს იმუნიტეტს. რატომაა, რომ ესე იგი 2 წლიდან 6 წლამდე ასაკამდე ბავშვია, განსაკუთრებით ეს ასაკია, ეს მნიშვნელოვანი, გამორჩეული ხშირი ავადობით, ხო? როდესაც ბავშვი გამალებით ხვდება ამ ვირუსებზე, თითოეულ ვირუსზე მის იმუნურ სისტემას აქვს რეაგირება და საბოლოო ჯამში ყალიბდება ჯანსაღი იმუნიტეტი. სკოლაში მიყვანის შემდეგ ბავშვი უკვე ნაკლებად ავადობს შედარებით, ხო? მშობლები ხშირად კითხულობენ, რომ რატომ ეხლა რომ ავადობს ასე და რატომ აღარ ავადობს ჩემი შვილი, რაშია საქმე? ავადობდა მანამდე. ეს იმიტომ, რომ იმუნიტეტი უნდა შეიძინოს, უნდა გამოიწრთოს იმუნიტეტი აუცილებლად. და დამატებით, არანაირი დანამატები, უბრალოდ ის დანამატები, რომლებიც რეკომენდებულია, რომელიც მას აკლია, რომელსაც ჩათვლის ექიმი, რომ მას აკლია, ეს დანამატები შეიძლება მიიღოს ბავშვმა ექიმის რეკომენდაციით მხოლოდ და მხოლოდ. და იმუნიტეტის შეძენა ხდება არის ასეთი რამოდენიმე ფაქტორი: წყალი, წეღარად ჩამოთვალე, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ძილი, ანუ სწორი რაციონალური კვება და ჯანსაღი ძილი, სტრესებიდან თავის არიდება, ხშირი ვირუსული ინფექციები გარკვეულ ასაკში და აცრები. ეს განაპირობებს ბავშვის ჯანსაღ ცხოვრებას. წყალი ახსენეთ, რომელი თვითონ ვაძლევთ რეალურად? ამაზეც ძალიან დიდი მოთქმა და ჭიდილია, როდის მივცეთ ბავშვს ახალშობილს. იცით რა, ზოგადად წყალი ბავშვს, მაგალითად, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს წყალი არ ჭირდება, იმიტომ რომ საფუძველი საკვები ძირითადად მაინც წყალია. არც ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს, რომელიც ფორმულას ღებულობს, იმიტომ რომ ეს ფორმულა წყალზე მზადდება. ძირითადად წყლის მიცემა ხდება უფრო მაშინ, როდესაც მყარი კვების დაწყება ხდება. და ეს არის 6 თვის ასაკის 6 თვის ასაკი დასურველი. კი ბატონო, კიდევ თუმცა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს უკაცრავად ნარევზე მყოფ ბავშვს შეიძლება 4 თვიდანაც დაუწყოთ უკვე მყარი საკვების მიცემა. კი ბატონო, და სპეციალისტები, რომლებიც ახსენეთ, ვისთან ვიზიტიც არის აუცილებელი და აფასებს ბავშვის ზოგად მდგომარეობას, უნდა შეფასდეს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და ხშირად არის ხოლმე, რომ სანამ არ შეფასდება ორთოპედის მიერ არ დავსვათ ბავშვი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ესეთი სწორად დაიჭირე, თავი დაუჭირე, უკვე მოწამოზრდილსაც და არ დაჯდეს, არ დასვა. და მე მაგალითად მქონდა ხოლმე შემთხვევა, რომ როგორც იყო მოწოდებული და როგორც პედიატრიც მაძლევდა რეკომენდაციას და ჩვენთვისაც კომფორტული და
უსაფრთხოც ვიტყოდი იყო, იატაკზე იზრდებოდნენ ჩემი შვილები, რაც ძალიან ბევრს უკვირდა, სხვათა შორის კლინიკაშიც მოვხვდით. კოვიდის დროს და 10 თვის ახლა ძალიან აქტიური იყო ჩემი შვილი, რომელიც არ იყო ისე ცუდად, უბრალოდ დაკვირვების მიზნით გადაგვიყვანეს, რადგან ჰქონდა ტემპერატურა და მარტო ვიყავით კიდევ კარგი პალატაში და ძირს კიდევ კარგი ასევე რომ დალაგებული იყო საკმაოდ კარგად და გულიანად და იყო სულ ძირს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ჩერდებოდა, ხოხავდა, უნდოდა რაღაცას წაეპოტინებოდა, ატკებოდა. ათხვები ამაზე და ამიდგომას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშალოთ ხელი, არავითარი არა გარკვეული დოგმები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი უნდა დაჯდეს აუცილებლად ჩაისვა, თუნდაც კალთაზე მიყრდნობით, ხო, ხერხემლის მიყრდნობით და უშუალოდ შენს მკერდზე უნდა მოხდეს 6 თვის ასაკიდან არავითარ შემთხვევაში. ბავშვი შეიძლება დასვა უკვე 1 თვის ასაკიდან. და რაც უფრო მეწინააღმდეგობას გადის ბავშვი განვითარების დროს, მით უფრო სწრაფად ვითარდება. იგივეა ეს იატაკზე ბავშვის დასმა იატაკზე და ბავშვმა იწვალოს, გადაბრუნდეს, გადმობრუნდეს, თვითონ მიწუდეს რაღაცას, გაცოცდეს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მის განვითარებას. მხოლოდ და მხოლოდ. კი, იმიტომ რომ ფიზიკურად მაგალითად სკამზე, საწოლზე და ასე შემდეგ ვიცოდი, რომ აუცილებლად ჩამოვარდებოდა, ამიტომ არც ჩემს კალთაში ასე არ ჩერდებოდა. კი ბატონო. ეხლა ამიტომ უნდა გაზრდილიყო იქ შედარებით უსაფრთხო. ხო, უფრო უსაფრთხო იყო მისთვის იატაკზევე ყოფნა და მე რეკომენდაციები მქონდა ვთქვათ, მაგრამ იგივე სამედიცინო პერსონალისგან მქონდა ეს შეშფოთებები, რომ ეხა ესე წამოიწევა, ესე ადგება, ახლა და აუცილებლად საჭიროა ბავშვის თავისუფლად გაზრდა და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებია იმ კაცრად სტერილურ გარემოში გაზრდას ბავშვისა, ბავშვი უნდა შეხვდეს ყველაფერს, აი კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ ბალანსია საჭირო რა. აუცილებელი არ არის ბავშვს აკოცო მაგალითად ტუჩებში და აკოცო ცხვირპირთან ახლოს, საიდანაც შეიძლება უამრავი შენი მიკროფლორის შემადგენელი ნაწილი მოხვდეს ბავშვის პირის ღრუში და გამოიწვიოს ან ცხვრის ლორწოვანზე და გამოიწვიოს სხვა დაავადებები, მაგრამ ბავშვი ჩახუტება, ბავშვის მოფერება, ხო, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, ბავშვის არაიზოლირება თავიდან ბოლომდე. ერთადერთი უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, დავიბანოთ ხელები, დავბანოთ ხელები ბავშვსაც, გავანიაოთ ოთახი, დავალაგოთ წესით, როგორი წესებიც არსებობს, აი დავემორჩილოთ ამ წესებს და ზედმეტი არაფერი არ ვარკა. ამიტომ სულ ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ უნდა იყოს დაცული შუალედური ოქროს სტანდარტი, აი ეს ბალანსი, ბალანსირებული უნდა იყოს. ხანდახან ადამიანს ტანსაცმელზე უფრო გარედან და ტრანსპორტიდან მოსულ ადამიანს ტანსაცმელზე ბევრად საშიში ამ ბავშვის მიხუტება, ვიდრე თუნდაც მტრიანი. ეს არის ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. და ძალიან მინდა ვიკითხო ასევე, აი ძალიან არის გახშირებული სხვადასხვა ნეიროტიპური განვითარება, მაგალითად თუ არის ხოლმე, ან თუ ხდება პირველივე ნიშნები, მაგალითად აუტიზმის შემთხვევაში, ახალშობილობიდანვე ავლენს თუ არა ბავშვი, აი ამ რაღაც შემაგებებელ ღიმილს და როდესაც არ არის ეს ნიშანი. აი რას უნდა მიაქციოს ამ დროს მშობელმა ყურადღება? ასევე სავსახსენებელი განსაკუთრებულად ამის გამოვლენა ხდება 4 თვის ასაკიდან, უკვე შეგიძლია 4 თვის ასაკიდან გარკვეული აზრი კონდეს ბავშვის ნეიროგანვითარებაზე. როდესაც ბავშვი არ აფიქსირებს მზერას, როდესაც ბავშვი არ შემოგაგებებს ღიმილს, ანუ სოციალური ღიმილი ქვია ამას, როდესაც ბავშვი გიყურებს, ცდილობს შენს ამოცნობას, ვიზუალიზაცია ხდება თვალის თვალთან კონტაქტით და შემდეგ გაგიღიმებს. აი ეს ყველაფერი არის პირველი ნიშნები, თვალსაყოლებს ბავშვის სათამაშოს და ასე შემდეგ, რომელიც ექიმმა აუცილებლად ვიზიტზე უნდა დააფიქსიროს. როგორც წესი ეს ყველაფერი ვლინდება 4 თვიდან. და თუ თქვათ აი ვერ ჯდება რა ასაკია ისეთი რაღაც ეტაპები რომ გამოვყოთ ხა ისევ და ისევ მათთვის ვისაც შეიძლება სულაც არ აქვს ეს საშუალება ან ხელმისაწვდომობა იმის რომ ყოველთვიურად ბავშვი შეაფასებინოს კარგ სპეციალისტს რა ასაკში უნდა დაჯდეს ვიცით რომ ეს ინდივიდუალურია პირობითია მაგრამ აი საგანგაშო როდის არის თქვათ როდის ვერ ჯდება ან ვერ იჭერს თავს ან ვერ ახერხებს ფეხზე დგომას სათამაშოს მიმართ რაღაც ხელის გაშვერას ინტერესის
გამოვლენას. რა ასაკებია, როდესაც ჩვენ ეს საყურადღებო წითელი ალმები გვაქვს და უნდა შევაფასებთ? აი თუ მაგალითად როგორც წეღან თქვი ბავშვი არ აფიქსირებს რაიმე სათამაშოს, არ აყოლებს თვალს, არ გვიღიმის, ეს ხდება უკვე ადრეული ასაკიდან, 2 თვის ასაკიდან ბავშვმა ჩვეულებრივად უნდა გააყოლოს, გამოაყოლოს თვალი სათამაშოს, არ გიღიმის და არ გჩუქნის სოციალურ ღიმილს სადღაც 4 თვის ასაკიდან, როდესაც ბავშვი უკვე შენს 4 თვის ასაკი ეს არის აი ყველაზე გვიანი ასაკი რა. როდესაც შენ ბავშვს აფიქსირებ, უყურებ და ისიც გიყურებს და გიღიმის, ხო? გარდა ამისა, ღუღუნი აუცილებლად, რომელიც ბავშვმა უნდა დაიწყოს უკვე სადღაც თვენახევრის ასაკიდან, 2 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა ღუღუნებდეს, 1 თვის ბავშვი აღულს უნდა აბოდეს, ჩვეულებრივად უნდა იმეორებდეს, ყვებოდეს, გიყურებდეს, უნდა მეტყველების აპარატზე და შეეცადოს მოგბაძოს, რაღაცა იმიტაცია გააკეთოს შენი მოძრაობის, რასაც აკეთებ. თუ ბავშვი არ ზის მაგალითად დამოუკიდებლად 8 თვის ასაკში, 8 თვის ასაკში გამართულად დამოუკიდებლად უნდა იჯდეს ბავშვი. თუ ბავშვი ყრდნობისას ხშირად, როდესაც ეყრდნობა ბავშვი იატაკს ან მყარ ზედაპირს, ეკეცება ფეხები, ჯდება, ცდილობს დაჯდეს და დაჯდომითაც სწორად ვერ ჯდება, შეიძლება გადაგორდეს ასეთ მომენტში. აი ყველა ეს ფაქტი ყურადსაღებია და ზოგადად ძალიან აუცილებელია, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ნახოს ნევროლოგმა ბავშვი. ბოლოსკენ შემაჯამებელი კითხვა იქნება ჩემი, რა არის ის გავრცელებული ინფორმაცია, ან შეიძლება ეს იყოს ჩვევა რაღაც სოციალური ნორმა მიღებული, რასაც აი საერთოდ გააქრობდით მშობლების ცნობიერებიდან, შეიძლება ეს იყოს რაღაც კითხვა, არ ვიცი, ან გავრცელებული აზრი. მე მაგალითად ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე, რომ აი მაუგლის მეთოდების მიმართ განსაკუთრებით მაქვს ხოლმე ესეთი ყურადღება, იმიტომ რომ საკმაოდ გახდა პოპულარული. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე მაგალითად ფეხში შველი არ ვუშვებ ბავშვს ბალახზე ან ეზოში, მაგრამ არ მიმაჩნია მაგალითად, რომ ცივი წყალი უნდა გადავავლო მაინც და მაინც ახალ შობილს იმის და ვანჯღრიოთ ბავშვი. და რაც თავარია, ხო. ეს ძალიან ამის წინააღმდეგი ვარ, ეხლა რადგან ამ თემას ძალიან ბევრ ამის გავაკრობდი. ძალიან ბევრ ამის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ნჯღრევა, რადგანაც ამ შემთხვევაში ბავშვის თავის ტვინი შეიძლება ძვალთან მოხდეს მისი ძალიან ცუდი კომუნიკაცია და ჩვენ დავაზიანოთ ბავშვის თავის ტვინი. აქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა ჩემზე ამან კატეგორიულად ძალიან მძიმედ იმოქმედა, როდესაც ამ ფაქტებს უყურე. აი ამას ნამდვილად გავაკრობდი, მაგრამ ისე ახლა უცებ ვერ მაგონდება ნამდვილად ბევრი რაღაცა, რასაც ხშირად მიფიქრია, რომ ამას გავაკრობდი. ძმრიანი წინდების სიცხის დროს, ასე ძმრიანი წინდების სიცხის დროს, ცხვირში მაგალითად ვირუსული ინფექციის შემთხვევაში და რინიტის შემთხვევაში თაფლიანი წყლის ჩაწვეთება. აი ეს მომენტები განსაკუთრებით აი ძმრიანი წინდები და ზოგადად თავიდან ბოლომდე სპირტით და ძმრით დაზელვა, როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთი წუთით არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორი შეღწევადობა ახასიათებს ბავშვის კანს და როგორ შეიძლება მოხდეს ალკოჰოლის მაღალი დოზების კონცენტრაცია შეუსაბამო ბავშვის ჯანმრთელობისთვის orgანიზმში. ძალიან ბევრი რამე არსებობს და ძალიან ბევრ რაღაცაზე გვმართებს დაფიქრება რა. რთულია ახლა იცით ამდენი საუბრის შემდეგ უცებ რაღაცა ისეთი რაღაცის გამოყოფა, მაგრამ აი ეს მითები წეღარაც ჩამოვთვალეთ, ხო? რომ არ შეიძლება ბავშვის გარეთ გაყვანა, მოუნათლავი ბავშვის გარეთ გაყვანა, არ შეიძლება ზოგადად ფანჯრის შეღება, არ შეიძლება ბავშვი დაუბანოთ არავითარ შემთხვევაში ავადმყოფობის დროს, აი ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა ტემპერატურის, სიცხის დროს, ვირუსული ინფექციის დროს, რაც უფრო აქტიურად ბანთ ბავშვს, რა თქმა უნდა, თუ ტემპერატურა ძალიან მაღალი არ არის, ხო? ასეთ შემთხვევაში ვარეგულირებთ ტემპერატურას შედარებით და ბანთ ბავშვს. ეს პირიქით, ეს არის ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი კრიტერიუმი. დღემდე მახსოვს 5 წლის ასაკში გადატანილი ჩუტყვავილა, როდესაც ჩაფუთნული ვიყავი შუა ივლისში, იმიტომ რომ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს და გაგუდული და გაოფლილი და გასაწოდებული. და ასეთ შემთხვევაში დაბანა არ შეიძლება, თავის დაბანა არ შეიძლება, ჩუტყვავილას შემთხვევაში განსაკუთრებით, როდესაც ამბობენ სანამ გამონაყარი მთლიანად არ ალაგდება და ძალიან დიდი ბოდიშია გაწეპილი კანი ბავშვის თმები, რომელიც არის ინფიცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო.
ამიტომ მიდგომები მაქსიმალურად ძალიან დიდი გადავხედოთ და შევაფასოთ, გადავაფასოთ. გადავაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება. და ისევ ინფორმაცია, რასაც ქსელმა მოიტანა ის ამბავი, რომ ყველა მიუხედავად კომპეტენციისა თუ ეცნობათ სახეზე ფიქრობენ, რომ ინფორმაცია შეიძლება მას კონდეს სწორი და თუ ცნობილი დედა ასე აკეთებს, მეც უნდა გავაკეთო თუ და რეალურად წყარო აი ამას მოусპობდი ნამდვილად. ამას მოусპობდი ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი დაეყრდნოს მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებს და მტკიცებით მედიცინაზე დამყარებულ უკვე აი ამ გაიდლაინებით მიყვეს ბავშვის ზრდა განვითარების ამ ეტაპებს. აუცილებლად, იმიტომ რომ სოციალური ქსელი ძალიან მდიდარია აი უამრავი ინფორმაციით, რომელსაც მართლა სხვადასხვა ადამიანები წერენ თავისი გამოცდილებით, თავისი პრაქტიკიდან და აი ეს მიმბაძველობა შეიძლება ძალიან დამაზარალებელი აღმოჩნდეს ბავშვისთვის. სავარაუდოდ, საბოლოოდ მე ისევ ბავშვის ბავშვის ამბავი გადადის უკან, იმიტომ რომ ეს ჩვენ დროს არ იყო გაიდლაინები, მაგრამ როგორღაც გავიზარდეთ მიდგომა, აზარალებს. დიახ, აი ზუსტად ამაზე რატომ არ უნდა ვაჭამო მაწონი, მაგალითად 2 თვის ბავშვს, როდესაც ჩემი შვილი მაწონს ჭამდა მაგალითად ამ პერიოდში და ნუ აი რკინასავით ჯანმრთელობა ქონდა. არა და რეალურად შეიძლება. კი, აი შაქრის მიცემა, ეცოდებათ ბავშვები სხვა თუ შაქრის მიცემა, მარილიანი საკვები, შაქრიანი საკვები მიეჩვევს ბავშვი თავიდან როგორ კვებასაც შეეჩვევა, ასე განაგრძობს ცხოვრებას და ასე შეიძლება მიღწევა იმისა, რომ ადამიანმა სწორი ბალანსირებული საკვები მიიღოს. მოქმედებს ხომ ახალშობილობა განსაკუთრებით ბავშვის შემდგომ აი ამ მეტაბოლურ პროცესებში. რა თქმა უნდა მოქმედებს და თავიდანვე რასაც მიაჩვევ ბავშვს და თავიდან რასაც ჩადებ მასში იმასვე მიიღებ აუცილებლად. ის მავნე ყველაფერი რაც იქნება აღმოფხვრილი, ხო? თავიდანვე ამას მიეჩვევა ბავშვი და ასეთივე ცხოვრებით იცხოვრებს. ეს დაუწერელი კანონია. აი ეს ოქროს 1000 დღე მაქვს გაგონილი, რაღაც ეს ფრაზა არ მახსოვს, წავიკითხე თუ სადღაც მოვისმინე, რომ აი ეს ცხოვრების პირველი ეტაპი ბავშვის, როდესაც ჩვენ მას ვაჩვევთ ჩვეულებრივად კვება, ფიზიკური აქტივობა, ყველაფერი აბსოლუტურად ფიზიკური აქტივობა ზოგჯერ რა შუაში ახალშობილთან, როგორ არ არის შუაში, ახალშობილსაც ჭირდება ფიზიკური აქტივობა და ეს ფიზიკური აქტივობა ჩვენვე უნდა მოვახდინოთ და ჩვენვე უნდა შევასრულოთ ბავშვთან. და ამას ეჩვევა ბავშვი თავიდანვე ამ ცხოვრებას. ძალიან საინტერესო იყო და იმედი მაქვს რომ ბევრ ადამიანს გამოადგება ეს ინფორმაცია. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. სტუმრობისთვის, დავემშვიდობები ჩვენ მაყურებელს, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ზარისხილაკის გააქტიურება, გაზიარება, იმისათვის რომ კიდევ უფრო ბევრ მშობელს და თანამედროვე ადამიანს ჰქონდეს სანდო ინფორმაცია ბავშვების და განსაკუთრებით ახალშობილების შესახებ, რომლებიც სულ ახლახანს მოევლინენ ქვეყანას, ან შეიძლება გზაში არიან ელოდებიან მშობლები და დახვდნენ მათ მომზადებულები მშვიდად, რაც მთავარია. ჩვენ ვიმყოფებით ლისი პოდკასტ სტუდიოში, სადაც იწერება ეს ეპიზოდები, სადაც არის კომფორტული გარემო იმისთვის, რომ თქვენი გადაცემა თუ სხვადასხვა კონტენტი, ვიდეო იქნება ეს თუ ფოტო მოამზადოთ, დაგემშვიდობებით, დავემშვიდობები ჩვენ სტუმარს და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ჯანმრთელობას უსურვებ ყველას.